შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამცხე-ჯავახეთის ექიმებსა და ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა, ასევე განიხილა სოციალური დახმარების კრიტერიუმები და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეთოდოლოგია შესაძლებელია. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სოფლის ექიმების პროგრამას. დავით სერგეენკოს თქმით, მათი დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოება სოციალური მომსახურების ახალი ხელმძღვანელი გაიოს თალაკვაძე წარუდგინა. რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკოს თქმით, ადგილობრივებისაგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა, რასაც სამინისტროსგან დადებითი შედეგი მოჰყვება. სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის მინისტრის, მედიკოსებსა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა რეგიონული ვიზიტების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სოფლის ექიმებთან ცვლილებები რაც დაიწყო ახალი წლიდან, ანუ ისინი გახდნენ სრულად ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მათი ანაზღაურება გაიზარდა 30%-ით და ასევე შეუმსუბუქდათ ის ტვირთი, ფინანსური ტვირთი, რაც ჰქონდათ. და ასევე არის ცვლილებები მოსალოდნელი სოციალური დახმარების მინიჭების მეთოდოლოგიის რედაქტირების მხრივ, რადგანაც რიგი ხარვეზებისა კიდევ რჩება. არის ისეთი ოჯახები, რომლებიც თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ობიექტურად უნდა ხვდებოდნენ ამ ბაზაში, თუმცა მეთოდოლოგია ძველია, უკვე მოძველებულია და მეთოდოლოგია არ იძლევა ამის საშუალებას. განიხილებოდა ის პრობლემები, რაც იყო წამოჭრილი როგორც სამედიცინო დაწესებულებებიდან, აგრეთვე სოფლის ექიმიდან. შეხვედრა საკმაოდ ჩაიარა ნორმალურად.